ის რომ სააკაშვილის რეჟიმმა ათასობით ადამიანი და ოჯახი გაანადგურა, არავისთვის წარმოადგენს ახალ ამბავს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბიზნესების ტერორი, რომელიც 2003-2012 წლებში მიმდინარეობდა, როცა ათეულობით ბიზნესმენი გააკოტრეს, ჩამოართვეს, წაართვეს ქონებები და უმეტესობა შემდეგ ციხეში გამოკეტეს, მამუკა ხაზარაძის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა. მამუკა ხაზარაძე თავის დროზე შევარდნაძის კარის ოლიგარქი იყო, თუმცა მაშინ შევარდნაძეს იმდენი უფლებები არ მიუცია და არც ასეთ თამამად ჰქონდა ფრთები გაშლილი, როგორც ვარდების რევოლუცია მოსული სააკაშვილის რეჟიმის დროს. მამუკა ხაზარაძის ხელით სააკაშვილ ადეიშვილ კეზერაშვილის გუნდი ატერორებდა, ართმევდა და ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის და ციხეში წამებისთვის იმეტებდა მათ, ვისი ბიზნესიც რომელიმე მათგანს მოეწონებოდა. სქემა ყოველ ჯერზე ერთნაირი იყო. ხშირ შემთხვევაში ნიადაგს ხაზარაძე მოუსინჯავდა და თუ ბიზნესმენი წილებს საკუთარი სურვილით მაშინვე ართმობდა, საქმეში კეზერაშვილი ერთვებოდა. კეზერაშვილის ფინანსური პოლიცია კომპანიებს არარსებულ ვალებს ადებდა და აბსურდული ბრალდებებით ხაზარაძე ადეიშვილის ხელში უშვებდა, სადაც უკვე ხაზარაძე საკუთარი ინტერესების გატარებას იწყებდა. შუაღამით, ძალით, ნოტარიუსთან წაყვანილ ბიზნესმენებს წილებს აფორმებინებდნენ. დავაფუძნე კომპანია. ამ პერიოდში ყველას კარგად გვახსოვთ, რომ ლისის ტბა დაშრა, მაშინდელი ქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევქმნით კომისია, რომ გადაგვერჩინა ლისის ტბა. დიდი მუშაობის შემდეგ მოახერხეთ, ვიპოვნეთ წყლები, გრუნტის წყლები, რამდენიმე წლიანი თქვათ მუშაობის შედეგად ტბა შეივსო და გავათევზიანეთ. ამას მე მომცა უფლება, მე მიმართა ქალაქის მერიისთვის განვითარების პროექტი, ანუ რა იყო თქვათ ჩვენი კომპანიის ინტერესი, რომ განვითარებულიყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდგომ მოულოდნელად დამირეკეს მერიიდან, მოულოდნელად იმიტომ ვიძახეთ, ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გქონდა, იმიტომ რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ ამ განვითარების საკითხით. და მთხოვა შეხვედრა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეს მაშინდელი ვიცე-მერი თუ პრემიერი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად როგორი თანამდებობა იყო, ბატონი თემურ ქურხული, რომელმაც მითხრეს შეხვედრა სჭირდებოდა ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, შევხვდით, ვისაუბრეთ, გაერკვა სიტუაციაში და მე უსმად მოულოდნელად მეუბნება, რომ მისდა სამწუხაროდ დამოვალეს ჩემთვის ესეთი ფაქტის გადმოცემა, რომ პირველი, ასე მითხრა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელიც მე შემხვდებოდა, მასთან უნდა გამეფორმებინა ერთობლივი კომპანია ან საწარმო და რომელიც მოახდენდა შემდგომში ამ ლისის ტბის განვითარებას. მან ერჩია, მედი ესე ვთქვათ, რომ მის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მე თუ ვარს ვიტყოდი, კიდევ ვიძახე, ეს იყო 2004 წელს. ოქრუაშვილი თვარსთე მაშინ გენპროკურორი იყო და მასთან მექნებოდა ურთიერთობა. ჩაომithვალეს და მაჩვენესია კიდევ ჩემი ოჯახის წევრების და ეს რამდენიმე არ იყო, შემიძლია თქვა, რამდენიმე ათეული კაცი იყო, ანსაც შეისწავლეს ესე კარგად, ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული ნათესავი, ეს ყველას დავაპატიმრებთ და მე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს, რომ რატომ ზის, ან უკაცრავად თქვენთან მარემ დანგრეული აბანოს და დამშრალი ლისისთვის შეეწირნენ და შეეწირებიან და ხომ იცით, რომ ამის გამკეთებლები ვართ. თეიმურაზ ქურხული, რომელიც იყო ვიცე-მერი ქალაქის, გეუბნებათ, რომ პირველს, ანუ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თქვენს ბიზნესში დაიამხანაგოთ პარტნიორად აქციოთ ჰოლანდიელი ინვესტორი. ამის შემდეგ თქვენ უკვე რაკი გიხსენეს, რომ პირველი სურვილია რაკი ვიცე-მერი შეგხვდეთ, თანხმდებით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე. არა, მანდ იყო ასე, ოქრუაშვილს რო არ შევხვედროდი, მაგიტომ უფრო დავთანხმდი. რომ იბრძანდით, ვინ აღმოჩნდა ეს ჰოლანდიელი ინვესტორი? ჰოლანდიელი ინვესტორი იმ დროს არ იყო იქ. აღმოჩნდა ეს, რომ არ არსებობს. არა, არსებობს. ეს არის ბობ მეიერი, რომელიც იმ შეხვედრაზე არ იყო. ეს არის მამუკას ერთ-ერთი პარტნიორი თითქმის ყველა ბიზნესში. ცნობილი პარტნიორი. პარტნიორი, რომელიც, როგორ გითხრათ, შევხვდი კი არა, სანამ არ გავაფორმეთ ჩვენ ის განზრახულობათა უქმი არც გამოჩენილა. მაგრამ შეხვედრაზე ვინ დაგხვდათ ჰოლანდიელი ინვესტორის? შეხვედრაზე დამკვდა ბატონი მამუკა ხაზარაძე, ანუ მეორე მხრიდან და
GRDC-ის დირექტორი ბატონი ირაკლი კილაურიძე. კილაურიძე, კი ბატონო. პირველიდან 2 საათი ესეთი ფარგლებში ვაკეში ჭავჭავაძეზე ნოტარიუსი იყო ქალბატონი ციური ბერიძე. იმასთან ჩამისვეს თავიანთ მანქანაში და წამიყვანეს. სადაც გაფორმდა რა თქმა უნდა ეს ჩემი დაწერილი განცხადება და იმ ადამიანმა ალბათ შემატყო რომ ნოტარიუსი მყავს ხედულობაში რომ ნერვიულობდი და მითხრა რომ რამაზო ნერვიულობთ ვარ ბოდიში ბატონო რამაზო მიმართ ვარ შეშლია თქვენო ხართო დღესო მე-15-ო და ხიზანიშვილს მიუტრიალ და ის კითხა რომ საათ ყოველობ ამდენ პატრიოტს რომ ასეთი სიხარულით მოდიან და ნოტარიულად ამოღრმებენ აქ ხელშეკრულებასო. ათეულობით ბიზნესი ჩაიგდო ხელში ხაზარაძემ და ასეულობით ოჯახი. ლუკმა პურის გარეშე დატოვა. საზოგადოებამ კარგად იცის სქემის დეტალები ბანკი კონსტანტას შემთხვევაში. როდესაც ბანკის დირექტორი გამოვიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მას დახვდა 3 უცნობი პირი. ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პროკურატურის მიმართულებით. ამის შემდეგ მე მაშინ გავხდით ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამის შემდეგ რამოდენიმე 1 საათში მივიღე ზარი პროკურატურიდან, რომ მეც მივსულიყავი პროკურატურაში. სადაც დამხვდა პროკურორი და მან ესე პირდაპირ გითხრა, რომ საჭიროა გადაირიცხოს ბიუჯეტში 12 მილიონი. რადგან ჩემი რეაქციის შემდეგ მან მითხრა რომ მათ იციან საიდან უნდა გავაკეთოთ ამ თანხის მობილიზაცია. ის პირობები, სხვა შეკოლებები, სასწრაფო პირობები რაც ჰქონდათ კონსტანტა ბანკის კლიენტებს დარჩებათ უცვლელი. ამავე ღამეს ბანკი კონსტანტა TBC-ის საკუთრება გახდა. ამ ისტორიებთან ერთად მოსახლეობამ რამდენიმე დღეა ახალი საქმეების დეტალები გაიგო. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არაერთი ბიზნესმენი დაიკითხა, რომელთა ისტორიებით და მათი წამებისა და გაკოტრების სქემაც თითქმის იდენტურია. დავიწყე 90-იან წლებში. მე სრულიად ყველაფრის და ყველას დახმარების გარეშე რომ იტყვიან უკაცრავად ტერმინისთვის კანისტრებით დავიწყე საწვავის გაყიდვა. აი ამ დროს როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, პირველი საწვავი ორჯონიკიძიდან მიწისძვრა რომ მოხდა საჩხერეში, აი ამ დღეს ჩამოვიტანე იქიდან მას მერე მოყოლებული. შრომობდი და 2009 წელს გამაჩერეს. ბანკმა TBC-მ მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა. შევაცვლეთ პირნათლად ეს მოთხოვნა, ლოდარმა მითხრა ჯაფარიძისგან რეკავსო წარმომადგენელი და გთხოვენ შეხვედრას. რა ხდება ნოდარ კომპანიაში აქციები წილის ყიდვა უნდათ. საკვირველი რა კაცი რომელმაც წელი გამოგისვა, მოქსპო, გაგანადგურა, ფული წაგართვა. ნუ მივედით, შევხვდით. ჯაფარიძე იყო ეს ხვებით. ხო და ნუ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენი კომპანიაში წილის ყიდვა. ფერები მოგწონს თქვენიო რა, ახლა სხვებიც არიან, მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო რა და მეთქი აი გინდა იყიდოთ, დავიწყეთ 2000 ფერები ლურჯი ფერი და თეთრი ქონა, როგორც მაგათ ბანკს აქვს ბრენდს ისეთი, ხო და ნუ სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატო არ უნდათ სხვა კალონკების ყიდვა რა. ხო და იანვრის თვე მოვუნდით ნუ აზრების გაცვლას. რომ დავთვალეთ ქონებები 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის მაგნატის პროფილური ქონებები. ანუ რაც კონკრეტულად ბენზინ საქმიანობას უკავშირდებოდა. რა შეიძლება მე სხვა ქონებებიც ქონდა იქ, რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, რაღაც სხვა რაღაცები, მაგრამ ეს პირობა იყო უნდა გამონთავისუფლებულიყო და მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყვნენ წილში. ხაზარაძე და ჯაფარიძე და ბუცხრიგიძე TBC ბანკის იმ სახელით ხდება ეს ყველაფერი. აი, იქ აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია TBC ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია. დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილი.
$29,600,000 ქონება ავტოგასამართის სადგურები და 4 ნავთობაზა, 52 მოქმედი ავტოგასამართის სადგური მქონდა მაგ დროს. 52 და 4 მოქმედი ნავთობაზა. $29,600,000-იანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო $11 მილიონად. აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში იმ დღეს დამაკავეს. როცა მე უკვე იქა ვარ, დამწყდეული ვარ, აქ ხდება ის, რაც ხდება, ყველა დატაცებული. ზოგს რამია, ღვინის მარანი მქონდა, ლუდის სახარში მქონდა, რესტორნები მქონდა, 3 საკუთარი რესტორანი მქონდა, ავტოგადამამუშავებელი ქარხანა, მეფრინლობის ფაბრიკა და მიდის ვინ მოასწრებს რომ ხელი დაადოს. მათგან რაიმე ტიპის ან მხარდაჭერა ან გულშემატკივრობა არ გინახავთ? ეხლა გულშემატკივრობა ცოტა ისეთი სამოქალაქო ფრაზა, გულშემატკივრობა შეიძლება გული ეთკინათ, მაგრამ მე პირადად დახმარები და ჩემ ოჯახს არავინ არ დახმარებია. შემატკივრობა არავით არის დახმარება ჩემი ოჯახის მიმართ, ციხეში ყოფნის დროს, ბოდიში ეხლა ბარე მივაყოლებ ხარ ბატონ, 1 კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში ბატონი ხაზარაზე დღეს ამაღლობელ მზია ქალბატონს გულშემატკივრობს ციხეში და პერედაჩებს უგზავნის და მე მოწილე ვიყავი. აი იმაზეა დაფიქსირებული, რა ქვია, მემორანდუმი მოწილე იყო ჩემი და 1 კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია $100, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთ. ჩემმა მეუღლემ კახა გურგენიძემ და მისმა მეგობარმა დათო გოგოშუმა, რომლებიც იყვნენ კურსელები, წამოიწყეს თბილისში და საქართველოში პირველი სუპერმარკეტების ქსელი IBC-ის ქსელის გაკეთება დაიწყეს 99 წელს. უკვე საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ბანკთანაც, ძირითადად TBC ბანკთან თანამშრომლობდნენ. გადაწყვიტეს, რომ რაღაც კაპიტალი შეექმნათ, TBC ბანკს შეუთანხმდნენ და შეიძინეს $600,000 ავლაბარში, ქეთევან-წამებულის ქუჩაზე, ფართი, სადაც გააკეთებდნენ თავიანთ სუპერმარკეტს, ერთ-ერთ სუპერმარკეტს. შემდეგ, რა თქმა უნდა, TBC ბანკმა მისცა სესხი, იმიტომ რომ იყვნენ კაი გადამხდელები, რა თქმა უნდა, ეს ქონება შეაფასა TBC ბანკმა და თავისი შეფასებული ქონებით, როგორც წესი და რიგია, იპოტეკით დაიტვირთა ეს ყველაფერი და ეს ქონება შევიძინეთ. შემდეგ შევიძინეთ მცხეთის ქუჩაზე მეორე სუპერმარკეტი, სადაც უკვე იყო არსებული ჩვენი მაღაზია, მაგრამ ქირით ჰქონდა აღებული. სადაც უკვე შევიძინეთ მეორე სუპერმარკეტი, ისიც TBC-ის დახმარებით, იქაც TBC ბანკმა შეაფასა ეს ქონება $500,000-ით, გაკეთდა ხელშეკრულება, იპოტეკით დაიტვირთა და გავაგრძელეთ მუშაობა. შემდეგ უკვე წამოვიდა ის, რაც წამოვიდა, რომ დაიწყო ბიზნესის შევიწროვება, ბევრი ჩვენს ირგვლივ ახლობელი მეგობარი ავიწროებდნენ ამ ბიზნესში და რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი. გაგვიჩნდა პროტესტი და შევუერთდით ერთ დღესაც საპროტესტო აქციას და ამ ადამიანებს, რომლებიც ეს არის უკვე მაისის თვე 2009 წლის და ეს ადამიანები, რომლებიც ათენებდნენ, აღამებდნენ აქციებზე და ასე შემდეგ, მიუტანეთ მათ საჭმელი და მიუტანეთ მათ პირველადი მოხმარების ნივთები. მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ჩვენ ოჯახებზე ზეწოლა, დილის საათებში, ერთ-ერთ ჩვენ საკუთრება მაღაზიაში, ავლაბრის, ქეთევან-წამებულის მისამართზე, დილის საათებში შედის არა, შევარდნით ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, ავტომატებით, ნიღბებით, შედიან დირექტორს უკეთებენ ხელბორკილებს, გამყიდველი კონსულტანტი გოგოებს აწვენენ იატაკზე, ზოგს კედელზე აყუდებენ, გვილუქავენ ესე მაღაზიას და გვიბარებენ, რა თქმა უნდა, გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენ რაღაც გადახდებს მალავთ და არა გაქვთ ყველაფერი წესრიგში. იმდენად გაურკვეველი ბრალდებით, რომ როდესაც სასამართლოები იყო, ერთ-ერთი კონსულტანტი იყო მოწმედ დაბარებული და ამ გოგონამ ვეღარ გაუძლო ზეწოლას და ისიც კი თქვა შუა სასამართლოზე, შეუტრიალდა პროკურორს და უთხრა, რომ კი მაგრამო რაც მითხარით, ყველაფერი ვთქვიო და აღარ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვაო. უკვე რომ მივხვდით, რომ ჩვენ ქონება საფრთხე ემუქრებოდა,
დათო გოგოშვილი და კახაც მივიდნენ TBC ბანკში და სთხოვეს რომ ყადაღა დაედოთ ამ ქონებაზე რომ სახელმწიფოს არ წაეღო ეს ქონება და იჭერენ დათო გოგოშვილს აკავებენ იჭერენ მიყავთ გლდანის ციხეში და ისე რომ ჩვენ არც გაუფრთხილები ვართ არავის ხვდებით ესეთი ფაქტის წინაშე TBC ხსნის ყადაღას ჩვენ ქონებას აძლევს სახელმწიფოს გააქვს ეს ქონება აუქციონზე ყიდის არარეალურ თანხას ანუ თვითონ TBC-სგან შეფასებული იყო ეს ორივე ქონება $1,100,000 ერთ მაღაზიას $500,000 რომელშიც TBC-მ შეაფასა იმ მაღაზიას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე $150,000 და ყიდულობს თვითონ TBC. მეორე მაღაზიაც აბსურდულ თანხაზე $600,000 ქონება იყიდება $200,000-ად. იჭერენ ჩემ მეუღლეს, მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული. მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე. წინ მიზის პოლიციის ერთი თანამშრომელი, გვერდით მეორე თანამშრომელი, უკან ზის ადვოკატი. და მეუბნევიან, რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ, რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის, რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, გვაქვს სახლი, რომელიც ისიც მევახშეებთან არის ჩადებული, არანაირი საშუალება არ გვაქვს, არანაირი ქონება არ გვაქვს. წინ ვის ოთახშიდაც ვიჯექი, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და ზუკა გურგენიძეების ფოტოებს, რომლებიც იყვნენ მაშინ 19 წლის და მეუბნევიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. ნუ იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. გამოვედი მდგომარეობიდან და პირველი სიტყვა რაც იყო უთხარი რომ ყველაფერს გავყიდი რაც გამაჩნია რაც შეეხება დავალიანებას $1,900,000 დაგვიბარეს და გვეუბნება $1,100,000 TBC-ის დავალიანება დღემდე ამის გამო გაშავებულები ვართ ბანკში ის ჯოჯოხეთი რაც გამოვიარეთ და დღემდე ჩემი შვილები დღემდე არიან ძალიან დიდი მოყოლებული სტრესის ქვეშ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო ჯაჭვივით გადაბმული. იქ შევწყვიტეთ სწავლა ბავშვების, იმიტომ რომ ვეღარ ვიხდიდით ფულს. იქ მოვიდა ის დრო, რომ მევახშეს ვეღარ გადაუხადეთ ჩემი მშობლების ბინის თანხა, რომ ეს ბინა გამოგვესყიდა. იქ ვერ გადაიხადა დათო გოგოშვილმა თავის მამა პაპისეული სახლის კახეთში თანხა რომ ის გამოესყიდა და ნუ ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენო მევახშემ გაგვიყიდა სახლი აუქციონზე ისიც და დავრჩით ქუჩაში ჩემი დედა, მამა, კახა რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია და ვერც ხვდება რაშია საქმე დღესაც და სად არის რეალურად დღემდე ვცხოვრობთ ნაკირავებს სახლში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩემმა ოჯახმაც დათო გოგოშვილის ოჯახმაც რომ ჩვენი შვილებისთვის ძალიან დიდით ქართული ღირებულებების დასაფასებლად ამ ბავშვებს და საქართველოს თავის სამშობლოს სიყვარულს აი ეს მე თვითონ ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი რომ ეს ჩემთვის უპირველესია ჩემი ქვეყნის სიყვარული და ქართული ღირებულება და ქართული ფასეულობა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ახლა გურგენიძეს და არც დათო გოგოშვილს არ ყოლიათ არც შეძლებული მამა არც ბიძა არც მემკვიდრეობით არ ჩენიათ მათ არაფერი გავაჩინეთ ამდენი შვილები ასაქმებდნენ ამდენ ადამიანს ბიუჯეტში შექონდათ თანხა თუ არიან მათი შვილები იმის ღირსი რომ დაემთავრებინათ ის ინსტიტუტები დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში რატო არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი მარტო იმიტომ რომ აქციაზე წავედით და საჭმელი მიუტანეთ იმ ადამიანებს აი ეს მინდა ძალიან რომ ამ ახალგაზრდა თაობამ მოისმინოს ძალიან მინდა იმიტომ რომ ამისთვის
რომ აქციაზე მისულებმა და საჭმლის მიტანის გამო ისე დავისაჯეთ, რომ მე არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ძალიან მინდოდა ამ სკამზე ჯდომა იმისთვის, რომ ეს კითხვა დამესვა იმ თავრობაში მოღვაწე ადამიანებისთვის და დღეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც კარგი იქნება, რომ მოусმინონ ესეთ სიმართლეს, ესეთ ამბებს. TBC ბანკი, რომელიც თავს აწონებს ჩვენს მოქალაქეებს დღემდე და ითვლება თითქოს რომ არის მაღალი კორპორატიული ეთიკის თითქოს და მოქალაქეების პარტნიორი და მეგობარი ბანკი, ის მონაწილეობდა თქვენს უბედურებაში და მონაწილეობდა ძალიან ბინძური ფორმით. სრული პასუხისგებლობით ვიტყვი თამამად ამას, რომ რა თქმა უნდა აწყობდა, რომ სახელმწიფოსგან მისივე შეფასებული ქონება, რომელიც იყო $9,000,000, მან იყიდა $150,000. ნუ რა თქმა უნდა, ეს აწყობდა და სულ მალე სადღაც 8 თვეში მან გადაყიდა ეს ქონება $600,000. ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილი მადლობის ნიშნად ხაზარაძეს ბრწყინვალების ორდენს აძლევს და კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ბიზნესის რეკეტისა და ადამიანების გაუბედურებისთვის მადლობას უხდის. ეს გაწყვეტილება რომ მას ასევე ბრწყინვალების ორდენი მიენიჭოს, ეს არის ძალიან იშვიათად ვაინტერესებს ვინმეს. მე მართლა მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ყველაკეთებთ.